ნიკ ფუენტესი ახლა ამტკიცებს, რომ მხარეს იცვლის, რადგან ეს ახალი მემარჯვენე მოძრაობა წარმოუდგენლად სულელური გახდა. ეს უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი ინტელექტის ამბავია. მოდი ვნახოთ რა ხდება. მე პირდაპირ მხარეს ვიცვლი. არა ეგრე, მე მხარეს ვიცვლი. არა ეგრე. არა, გეი რაღაც სპონჩი არა. ეგ მინდოდა მეთქვა. მხარეს ვიცვლი. We're Debbie Matt. ვეგარ ვიტან ამას. ვერ ვიტან უბრალოდ. დღეს ჯეიქ შილცი ვნახე. ძმაო, ეხლა ვიცი როგორ ბძნობენ თავს შავკანიანები. ეხლა ვიცი როგორ უნდა გძნობდეს თომას სოული, როცა ჯორჯ ფლოიდთან ერთ სახეობად ითვლება. დღეს ჯეიქ შილცს უყურებ, უკუღმა ქუდით და დაბერილი ყურებით. ზის და ამბობს, რატო მოგცეს ფრანგებმა თავისუფლების ქანდაკება? რატო გააკეთებდნენ ამას? ეს თითქოს ებრაული რამეა. თავისუფლების ქანდაკება, კარიბის ზღვის მეკობრეები, ებრაული შეთქმულება, თავისუფლების ქანდაკება, ებრაული შეთქმულება. Minecraft-ის ფილმი, ჯეკ ბლეკი. იცი რომ ჯეკ ბლეკი ებრაელია? კარგი, მენერა. აი ეს არის თავარი, ის მართალია. და არ მომწონს იმის თქმა, რომ ნიკ ფუენტესი მართალია. მაგრამ თუ ვინმე შეძულებას აპირებ, ამისთვის მაინც კარგი მიზეზი უნდა გქონდეს. მაგრამ შეთქმულების თეორიები უკვე იმდენად აბსურდული გახდა, რომ ეს სინამდვილეში კარგია ებრაელებისთვის ყველგან. რადგან ეს უბრალოდ ამტკიცებს, რამდენად აბსურდულია ეს ყველაფერი. იცი, ნიკ ფუენტესი საშიში ტიპის ებრაელთ მოძულია, საშიში ტიპის ანტისიონისტი, რადგან ის ჭკვიანია და მის არგუმენტებს ხშირად ლოგიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მე კატეგორიულად არ ვეთანხმები მას და ვფიქრობ, რომ მისი საფუძველი მცდარია. მაგრამ როცა ყავს ესეთი იდიოტები, როგორიცაა დენ ბილზერიანი ან ჯეიქ შილცი, რომლებიც ავცელებენ ესეთ ნარატივებს, მაგალითად არიცოდი, ჩემი ფეხის თითი იმიტომ დავიზიანე დილით, რომ ისრაელმა გაზა დაბომბა. ეს უბრალოდ დამღლელია და სასაცილო. და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სულელები არიან ეს ადამიანები. ლავა ქათამი? მართლა, სერიოზულად? ამიტომ გადავდივარ მათ მხარეს. ვუერთდები მათ, ვუერთდები. იცი რა, თუ ყველაფერს მართავენ, იქნებ მართლა რაღაც იციან. თუ ისინი მართლა ესეთ კარგები არიან, ალბათ დროა მხარე შევიცვალო. ალბათ დრო აღარ მშურდეს და ვთქვა. და აქვთ ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთი ცოტანი და დევნილები არიან. მაგრამ მაინც ყოველთვის წარმატებას აღწერენ ყველაფერში, რასაც კი მოინდომებენ. შეიძლება მათში რაღაცა განსაკუთრებულია და ჩვენ უნდა ვცადოთ მათგან ვისწავლოთ, იმის ნაცვლად რომ ვიძულოთ ისინი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ იგივე წარმატება არ გვაქვს. პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ებრაელები აკონტროლებენ მედიას. გინახავთ, რამდენად სულთ მედიას ისინი. და მე არ ვფიქრობ, რომ ებრაელები ყველაფერს აკონტროლებენ. მაგრამ ნამდვილად მგონია, რომ ებრაელებს აქვთ უნარი წარმატებას მიაღწიონ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მათ წინააღმდეგაა. და ეს ისაა, რაც ადამიანებმა უნდა შეისწავლონ და არა სიძულვილით მიუდგნენ. თუ ის რასაც ამბობთ სიმართლეა, თავისუფლების ქანდაკება, კარიბის ზღვის მეკობრეები, ნიდერლანდების რესპუბლიკა, ჯეკ ბლეკი, ფედერალური რეზერვი. თუ ის რასაც ამბობთ სიმართლეა, ხო იცით? იქნებ დროა უბრალოდ, თუ ვერ დაამარცხებ, შეუერთდე. ვინ აპირებს მაშინ მათ დამარცხებას? ჩვენი არეულ-დარეული გუნდი, UFC-ის მებრძოლები, ქალიბის, ქალი კომიკოსების, ხალბი პროფესიონალი აზარტული მოთამაშეების. მეგობარო, თუ ისინი სამყაროს ბატონები არიან, თუ მათ დისტანციური ხედვა აქვთ და სატუნზე ქარიშხალს აკონტროლებენ და გლობალურ ფინანსებსაც, ვინ დაამარცხებს მათ? ჯეიქ შილცი და დენ ბილზერიანი? სულელურია. შეიძლება ანა კასპარიანი. შეიძლება მან შეძლოს და დაამარცხოს ეს დიდი ბოროტი კონტროლი. კიდე უფრო სულელურია. Tweedledee და Tweedledummy? თუ ეს არის ის, რასთანაც გვაქვს საქმე ძმაო, მაშინ იმპერიაში უწერ განცხადებას. მე ვიქნები დედა მოთქმული Stormtrooperi. ხო და მოკლედ. მე მგონია, რომ ის გრძნობს იმას, რასაც ბევრი ჩვენგანი გრძნობს. ანუ ღმერთო ჩემო, რამდენად დაბლა შეიძლება დაეცეს შენი ინტელექტი. და სულელი და სულელზე სულელი, ალბათ საუკეთესო აღწერაა, რაც კი მომისმენია დენ ბილზერიანისა და ჯეიქ შილცის შესახებ, რადგან ისინი მართლა, ნამდვილად ყველაზე სულელები არიან. ხო, უბრალოდ რაღაც მომენტამდე მიდის. იცი, ჯეიქ შილცი ამბობს, რომ მხარს უჭერს ფედერალურ რეზერვს, აი ბოდიში. რამდენჯერ დაგივიწყეს თავში, სანამ მონეტარული პოლიტიკის შესახებ ერთი რამ მაინც ისწავლე. ოდესმეც აგიგითხავს ლუდვიგ ფონ მიზესის ფული და კრედიტი, მე არ მგონია.
შეიძლება უბრალოდ თქვა, რომ გულწრფელად მსოფლიო ბევრად უკეთესი ადგილი იქნებოდა თუ ხალხი ნიკ ფუენტეს უბრალოდ გიჟ კომიკოსად აღიქვამდა და არა როგორც ვინმეს, ვისაც პოლიტიკური აზრები აქვს. ის უბრალოდ სასაცილოა. ის ძალიან მხიარულია. ის საშინელი ადამიანია, როცა საქმე მის რეალურ რწმენებს ეხება. მაგრამ ის, როგორც ის არგუმენტებს აწყობს, ნამდვილად ისეთი რამაა, რომ ჯერა მომავალში ხალხი ამას უყურებს, რათა გაიგოს, როგორ ახერხებს ეს ადამიანი არგუმენტების ისე манипуლირებას, რომ ისინი ყველასთვის მისაღები ხდება. ისიც კი, რომ ვიღაც ისეთი როგორიც მე ვარ, ვინც წარმოუდგენლად არ ეთანხმება ამ ადამიანს და ფიქრობს, რომ ის საზიზღარი და საშინელია, სინამდვილეში სიამოვნებით უყურებს მას, ეს უკვე მიღწევა. ეს არის ნამდვილი პრობლემა, რაც გვაქვს. ნიკ ფუენტესის მსგავსი ადამიანები ბევრად უფრო პრობლემურები არიან, ვიდრე დენ ბილზერიანები და ჯეიკ შილდსები. რადგან ჯეიკ შილდსები აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ხალხი აღშფოთდება, მაგრამ ეს უბრალოდ სისულელია. ნიკ ფუენტეს აქვს რაღაცა ისეთი, რომ ახერხებს ადამიანებს ნამდვილად მოეწონოთ მისი მოსმენა. და ეს არის საფრთხე, რადგან ის ჟღერს ლოგიკურად და ჭკვიანურად. და რასაც აქ ამბობს, აზრიანია. თუ ისინი მართლა აკონტროლებენ მსოფლიოს, იქნებ ჩვენს შევუერთდეთ მათ. ეს ადამიანები სულელები არიან და ის იცვლის აზრს. ერთი აზრიდან მეორეზე, მერე კიდევ სხვაზე გადადის. ასე რომ არასოდეს იცი ზუსტად რა პოზიციაზე დგას, მაგრამ ყოველთვის მასთან ერთად ხარ ამ გზაზე. ის ფაქტობრივად ადამიანებს ისე მიათრევს, რომ წარმოდგენაც არ აქვს სად მიდიან და არც ჩერდებიან, რომ თვითონ იფიქრონ. ეს ოსტატური ნიჭია. ეს უნდა დაუფასო. და კიდევ ერთხელ ამას აკეთებს ძალიან სახალისოდ. არ ფიქრობ ესე. შეგიძლია ამიხსნა ზოგადი და ნაწილობრივი წონასწორობა. არ ფიქრობ ესე. აბა იცი, შენი კარიერის რომელ ეტაპზე როცა თავში გირთხამდნენ, გახდი მონეტარული პოლიტიკის ავტორიტეტი? როგორც არ უნდა იყოს. ეხლა თუ ამას ვინმე სხვა ითხოვდა, იცი, თუ ამას ჩემთვის ვინმე სხვა ითხოვდა, მაგალითად დევიდ ფრიდმანი, მილტონ ფრიდმანის შვილი. ესე იგი, კარგი, სამართლიანია. იცი, შენ ჩემზე მეტი იცი. მე გცემ პატივს. მაგრამ ეს არის რაღაც ტიპი, რომელსაც შეიძლება პირიც კი ვერ დახუროს, იმიტომ რომ პირით სუნთქავს. ის პირდაპირ გზის, პირით სუნთქავს, ფიზიკურად მაიმუნს გავს და აპირებს თქვას, რომ ფედერალური რეზერვის კრიტიკა არ შეიძლება, ან რაღაც მსგავსი. ძმაო, რა ამბავია? შენი საქმე აკეთე. შენი საქმე აკეთე. შენ იქ ხარ, რომ Turning Point USA-ს დაცვა გააჩერო. ამისთვის ხარ იქ. კარგი. ღმერთო ჩემო, ეს უკვე ზედმეტია. უკვე ცოტა მეტის მეტად ხდება. ეს დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, მაგრამ უნდა ვყოფილიყავით. თავაზიანები. აი ესეთი კარგი ადამიანი ვარ. ეს დიდი ხანი გულში მქონდა ჩაკეტილი. ხალხი ამბობს, რომ სუდი ადამიანი ვარ. მე კი მგონია, რომ კარგი ადამიანი ვარ. ჩვენ უნდა სერიოზულად განგვეხილა ეს აზრი, რომ ვიღაცა, რომელსაც პირდაპირ მნიშვნელობით ტვინის დაზიანება აქვს, რაღაცას გვეტყვის პოლიტიკაზე. თითქოს მართლა ტვინის დაზიანება აქვს. მას ტვინის სკანირება სჭირდება. ამ ადამიანს სამედიცინო დახმარება სჭირდება. გულისმობ თუ ჩვეულებრივ სიტუაციაში ხედავ როგორ ფიქრობს. ალბათ ახლა უნდა გავჩერდე? ო, არა, კიდევ მაქვს სათქმელი. ალბათ ახლა უნდა გავჩერდე. კიდევ მაქვს სათქმელი. მოდი ვნახოთ კიდევ რა სიტყვის. თუ არ იცოდი, რომ ის ლეგენდარული მებრძოლი იყო და ამ კაცს ავტობუსის გაჩერებაზე დაინახავდი როგორ ხვირის ებრაელებზე, სასწრაფოს გამოიძახებდი. სიფხიზლის ტესტს ჩაუდარებდი. ხელს დაადებდი მხარზე და კითხავდი, რა დღეა დღეს? ვინ არის ახლა პრეზიდენტი? იცი რა, აი პრობლემა რა არის, ხო? ჩემთვის პირდაპირ ყველა, ვინც ამ გიჟულ შეთქმულების თეორიებს ან მსგავს რაღაცებს უჯერებს, ნიკ ფუენტესის მსგავსი ხალხი, ყველა მათგანს გონებრივი შესაძლებლობები აკლია. ყველა მათგანს. პრობლემა ის არის, რომ ჯეიკ შილდსი რეალურად ჩვენთვის კარგ საქმეს აკეთებს, რადგანაც იმდენად სასაცილოდ გამოიყურება და იმდენად სასაცილოდ ვაპარაკობს, ზუსტად ეგ შეგრძნება გრჩება. თითქოს ადამიანი, რომელიც კარგად არ არის, ამიტომ სერიოზულად ვერ აღიქვამ. მაგრამ ნიკ ფუენტესი, აი ეს არის ნამდვილი პრობლემა, რადგან მას სერიოზულად შეგიძლია მიუდგა და ბევრ საკითხში მის აზრს ენდობი კიდეც. და კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით საშინელ რაღაცებს ამბობს, მისი მოსმენა მაინც ძალიან საინტერესო და გასართობია. და ის ლოგიკურია იმაში, როგორაც თავის არგუმენტებს აყალიბებს. და ძალიან განსხვავდება სხვა ადამიანებისგან, რაც მას კიდევ უფრო საშიშ მტრად აქცევს, მაგრამ ამავე დროს უფრო დამაჯერებელ მტრადაც. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ ადამიანს ისე, თითქოს ის ინტელექტუალურ დებატებში აპირებს ჩართვას. ის ოდესმე გაფრინდება ოქსფორდში. ხომ იცით, ჰასანი და ჯენკუგური ვერ მოიყვანეს. ჯეიკი გაფრინდება ოქსფორდში და ვინმესთან დრევანდელი საკითხების გარშემო იდავებს. მოდით ვნახოთ. თემა A – მონეტარული პოლიტიკა. თემა B – ისრაელის ისტორია ახლო აღმოსავლეთში. ეს თითქოს იდიოკრატია. ეს უკვე ძალიან ბევრია.
თეთრ სახლში UFC-ს ოქტაგონია. ეს ბიჭი პოლიტიკის ავტორიტეტია. Congressman Bill Zarian. ხმერთო შეგვიწყალე. ძმაო, თუ გესმის ჩვენი. გთხოვ, გაანადგურე ამალეკი. არა, სინამდვილეში. ეს ხუმრობაა. მაგრამ ძმაო, იქნებ რაღაცაში მართალნი არიან. შემიძლია უბრალოდ თქვა, როგორც ბევრჯერ მithქვა, მართლა ვფიქრობ, რომ ის, რასაც ვხედავთ, ბევრად უფრო დიდი საზოგადოებრივი პრობლემის მაჩვენებელია. ის ფაქტი, რომ ადამიანები მზად არიან მოусმიონ ადამიანებს, რომლებსაც აშკარად არ აქვთ ინტელექტუალური უნარები, უბრალოდ ელემენტარული ინტელექტუალური თანმიმდევრულობაც კი, და მათ ავტორიტეტებად ან ისეთ ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც მთავრობაში უნდა მოხვდნენ, ეს უბრალოდ აჩვენებს რა მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება, ხო ასეა. ეს ბევრად უფრო შორს მიდის და ბევრად უარესია, ვიდრე უბრალოდ ეს ებრაელთა სიძულვილის თემა, რაც მათ უბრალოდ ძალიან სასაცილოდ აჩენს. და დარწმუნებული ვარ, ნიკ ფუენტესი არ აპირებს მხარის შეცვლას. მაგრამ რასაც ის აქ ამბობს, მის მხარესთვის მნიშვნელოვანია გააცნობიერონ, რომ თუ აპირებთ ამ ებრაელებს ასე საშინლად ილაპარაკოთ, სულ მცირე, მაინც ჭკვიანურად ჟღერდეთ. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს, რომ ნახეთ, რამდენად სულელები არიან ისინი. მოდით ამას გავუსვათ ხაზი, რადგან ისინი მართლა უსაშუალოდ სულელები არიან. შეიძლება რაღაცაში მართლებიც იყვნენ. როცა თქვეს, რომ ებრაელების ღმერთი იაჰვე ამალექს დასჯის, ეს დაახლოებით ასეა. იცით რა? მაიძულებ არჩევანი გავაკეთო. კარგია რომ მე მყავარ თქვენთან, რადგან თუ არჩევანი შაბოს კესტენბაუმსა და ჯეიკ შილდს შორის იქნებოდა, არ ვიცი რომელ მხარეს ვიქნებოდი. ამას ვიტყვი მხოლოდ. თუ საჯარო ცხოვრებაში არ ვიქნებოდი და არჩევანი შაბოს კესტენბაუმსა და ჯეიკ შილდს შორის იქნებოდა, არ ვიცი რომელ მხარეს ვიქნებოდი. ამას ვიტყვი მხოლოდ. გესმის? შაბოს კესტენბაუმმა ახლახან ნიკ ფუენტესისგან მიიღო აღიარება, კომპლიმენტი ყველაზე ნიკ ფუენტესის სტილში. ძირითადად თქვა, რომ ლოგიკა მნიშვნელოვანია, ეს მართვა მნიშვნელოვანია. მინდა ნიკიტა შაბოსი დებატებში ვნახო, მართლა მენდომებოდა ამის ნახვა. ასე რომ კარგია რომ მე მყავარ თქვენ გვერდით. არ გჭირდებათ არჩევანი. ეს სრულ დიქოტომიაა. თქვენ ირჩევთ ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ჩვენ არ გვიწევს დაბალი ინტელექტის ხალხთან ურთიერთობა. ეს არც კი არის დაბალი ინტელექტის ანტისემიტიზმი. ეს უბრალოდ დაბალი ინტელექტია. ეს არაფერია. აი ესა, ზუსტად ესა. ეს თავიდან ბოლომდე დაბალი ინტელექტის ამბავია და სწორედ დაბალი ინტელექტის ხალხი ებმება დაბალი ინტელექტის ანტისემიტიზმში. ეს საშიშია. ნიკ ფუენტესი საშიშია. ყოველთვის იქნება საშიში და ეს არის პრობლემა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ ჯეიკ შილდსი და დენ ბილზერიანი გულწრფელად რომ თქვა, ისინი ჩვენ საზოგადოებაში ბინძურ საქმეს აკეთებენ. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რამდენად სულელები არიან და თუ სულელები ამას მოусმენენ და დაიჯერებენ, მაშინ მათთვის თავიდანვე არ არსებობდა იმედი. უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ვერანაირი ინტელექტუალური ვერანაირი ლოგიკური არგუმენტი ვერ დაეხმარებათ. თუ მართვა გონიათ, რომ დენ ბილზერიანი რამეში ავტორიტეტია, თუ მართვა გჯერათ ეს, მე ვერ დაგეხმარებით, ვერავინ დაგეხმარებათ. თქვენ ვერასდროს დაგეხმარებიან. თქვენ ყოველთვის სულელები და გონებაჩვუნგები დარჩებით. მაგრამ დანარჩენი ადამიანებისთვის ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. ყოველ შემთხვევაში მადლობას გიხდით ყურადღებისთვის ამ საკითხზე. და დარწმუნებული ვარ, ნიკ ფუენტესი მალე იუდაიზმს არ მიიღებს.